ლოცავთ მერცხად აგლოსავთ გაგახავთ გაგაძლიეროთ ძალიან ბევრი ლოცავთ მართებს ძალიან დიდი ღვაწლი არის ჩვენგან მოთხოვნადი და დავალებადი ანუ ჩვენ უნდა ძალიან ბევრი ვილოცოთ და ვილოცოთ არა მარტო რაოდენობრივად ბევრი არამედ ხარისხობრივადაც ჩვენი ლოცვა მაღალ დონეზე ავიდეს ანუ ეგზისტენციალურად ჩვენი ლოცვა ხარისხობრივად უნდა მაღალი იყოს ხარისხი ლოცვისა ის არის რომ კონცენტრაციასთან არის პირდაპირ დაკავშირებული თუ ადამიანს მენტალური ემოციონალური ხორციელიც ვიტყოდი კონცენტრაცია და ბალანსი და სულიერი ის თქვა ფიქსაცია არა აქვს უფალზე რომლისად მიდიდება სააღვავლეთ მამისა და ძისა და სულისაწმინდისა ჩვენ მონოთეისტები ვართ უგავიწყდებით ჩვენ თაყვანვსემთ უფალს მამას ძეს და სულიწმინდას წამსი გავიხსენოთ წამს ერთი ღმერთი მამა ყოვლისა მყრობელი და ასე შემდეგ ყოვლადწმინდა სამების დოგმატია განცხადებული წამს ღმერთის და მჯერა ადამიანის იმაში რაც ღმერთს წარმოშობს და წამს ღმერთის და მჯერა ადამიანის და არა წამს ადამიანის და მჯერა ღმერთის წამს ღმერთის ერთი ღმერთის მამის ყოვლისა მყრობელის შემოქმედის ცისა და ქვეყანისა და ერთი უფალი იესო ქრისტე და სულიწმინდა ყოვლადწმინდა სამების დოგმატი ამიტომ მეტი უნდა ვილოცოთ და გამყარდეთ და გამტკიცდეთ ქრისტიანულ ტრინიტარულ მონოთეიზმში ქრისტიანული ეს არის მყარი კაცრი მონოთეიზმი აბრაამიტული რელიგიების აბრაამიტული ტრადიციის გვირგვინი ეს არის ის გვირგვინი ის სულიერი ნაყოფი რომელმაც რელიგიები დაამთავრა და რელიგია სრული გამოცხადებით ღვთისა თვით გამოცხადებით და განცხადების დღესასწაულს გახსოვთ ვიხდით ხო ნათლისღებას რო უძახენ ეს ნათლისღება განცხადების დღესასწაულია თავარი დოგმატის განცხადების რომელი დოგმატის ყოვლადწმინდა სამების დოგმატის გახსოვთ ძე წყალშია გარდამოდის სულიწმინდა მტრედის სახით და ისმის ხმა ზეცით და ღრუბლები და მამის ხმა აი ეს არის თავი ამიტომ მეტი ლოცვა ყოვლადწმინდა სამებისადმი მამის და ძისა და სულისაწმინდისა მეტი ლოცვა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი მეტი სიფრთხილე მეტი ზომიერება მარხვა რა არის ეს არნიშნავს იმას რომ მარტო მენიუზე გადის მარხვა რომ არ ჭამო რაღაც არ სვა რაღაც არ დალიო არ მოწვიო არ ენერგიულო და ასე შემდეგ ვიცი არ მოწვიო არ დალიო ანერგიულო არ ემოცია არ ქონდეს საერთოდ არაფერზე არ აფიქრო ეს ესე დარიგებს მოგცემთ ადამიანი იმდეს ამდენიც გინდა მაგრამ რეალურად გააკეთებთ შეძლებს ადამიანი შეძლებას თუ შეძლებს კარგი თუ რა და უფრო მეტის უნდა შეძლოს ვიდრე გონია რომ შეუძლია იმიტომ რომ ძალიან ბევრი შეუძლია მაგრამ ესე ტრივიალური დარიგებების მოცემამდე არ დადის ქრისტიანული მარხვა. ქრისტიანული მარხვა დადის ონტოლოგიურ სიღრმეებამდე. სიღრმეებში უნდა შევიდეს ადამიანი. ქრისტიანული მარხვის გაგებისა და შემეცნებისა და არა მხოლოდ ზედაპირზე როც ხოჭო დაცუცავდეს სფეროსა და გონია რომ სადღაც მიდის, მაგრამ ტექნიკურად წრეზე ტრიალებს. უნდა გადაადგილებას ასრულებდეს ერთი ნაბიჯი წინ, ცირედ წინს რას აკეთებდეს ერთი ნაბიჯი წინ და ერთი ნაბიჯი უკან არა, ან ერთი ნაბიჯი წინ და ორი ნაბიჯი უკან არა. ეს არ არის მოძრაობა, ეს იმიტაცია მოძრაობის. წინ. ნემდელა არ უნდა ნახტომები, ცირად მიდიოდეს. ამისაც საჭიროა თავარი დაკავდეს მარხვაში. ანუ მარხვის არსი რა არის და შეგვაგონებს, გახსოვთ? მართა, შენ ბევრ ამაზე ზრუნავ და წუხავ. საჭირო კი მხოლოდ ერთია. მარიამმა უკეთესი ნაწილი და წილი ამოერჩია, რომელიც ვერ წაერთმევა მას, რომელიც არ წაგერთმევა თუ კი აირჩევთ თავარ ნაწილს ქრისტეს და მასზე თაყვანს. მეორე ჰიპოსტას ყოვლადწმინდა სამის, რომელიც განკაცდა ჩვენთვის და ჩვენი ცხოვრებისათვის. არ დავივიწყოთ უფალი ჩვენი იესო ქრისტე, რომლის ღვაწლით, რომლის სახარებისეული განგებულებით აღსრულდა ყოველივე და შეარიგა ღმერთი და ადამიანი, ღმერთი და კაცობრიობა. ახალი აღთქმა შერიგების აღთქმა ღვთისა და ადამიანის შერიგებისა ახალი აღთქმის სიყვარულებრივი მსხვერპლის გაღებისა ამიტომ უპირველესად ეძიათ სასუფეველი ცათა და სიმართლე მისი და ყოველივე დანარჩენი მოგეცემოთ თქვენ ნათქვამია ეს ყოველივე ყველაფერი ნიშნავს იმ ყოველივეს რაც ჩვენ მოგდავ ადამიანთათვის ჩვენი სულის სამშვილისა და სხეულისათვის აუცილებელია
ეს იქნება სულიერი საკვები, ეს იქნება ემოციონალური კურნება, თუ ეს იქნება ხორციელი საკვები, სამბუსელი სიცოცხლისთვის აუცილებელი რაც არის ჩვენთვის. ამიტომ მინდა რომ მეტი ვილოცოთ, მეტად ჩავღმავდეთ ღვთის დიდებაში, მეტად გავაცნობიეროთ ჩვენი ზეციური იერარქიის სტრუქტურა, როგორ არის, ვინ არის ზეციური იერარქიის თავში, ეს არის ყოვლადწმინდა სამი. მერე ხო ის აუცილებლად მოდის ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი. ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის უდიდესი პატივი, რომ იგი ადამიანთა შორის პირიქით მეორე საშინელ სამჟავროზე ჩვენი დამხმარე იქნება და არა თვითონ დაექვემდებარება განსჯას, არამედ ჩვენი შემწე იქნება და იგი არ დაექვემდებარება მეორე საშინელ სამჟავროზე. და რა თქმა უნდა, იგი არის მეოხის უთხრობისთვის. ამიტომ ძალიან ბევრი უნდა ველოსოთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი, რაც დიდ წყალობას ავლენს ჩვენთვის. პირველი ნიშანი, რომ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოდის ჩვენთან, ეს არის გულის სირბილე, სულიერი სიმშვიდე. ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლის მიღების პირველი ასე ვთქვათ ფაქტორი, ისე რომ შენ აი ესეთ რაღაც სულიერი ჭვრეტა, სულიერი სიმშვიდე, ცრემლები, ესე ვთქვათ, სინანული წამოგივა, რომ ეს არის ის ჭვრეტა რაღაცა მიღმიურისა და ახლომყოფობა დედობრივი მისი მზრუნველი ხელისა და მისი ახლობლობისა. შეთავაზած გესმის მისი ყოვლადწმინდა ხმა, როდესაც გესმის მისი ლოცვა, როდესაც მის სულიერ სიახლოვეს, სულიერ გამჭვირვალე დახმარებას გზნობ, რომელიც რეალურად ხორცშესხმადია და რომელიც რეალურია და კურნავს შენ გამშვიდებს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი ლოცვა დღეს მით უმეტეს ამ მძიმე მენტალურ გარემოში, ამ მძიმე არაკეთილ განწყობილ სოციუმსა თუ ასე ვთქვათ, ასე შემდეგ გარემოში მძიმე ჩვენ ცხოვრებაში ძალიან დიდ მეოხებას შეწევრას გვივლენს. ამიტომ სულ დავილოცოთ ეს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შეგვეციათ და გვაცხობენ ჩვენ. ეს არ არის მხოლოდ პოლიტონის სიტყვები, ამაზე რეაგირებს ზეცა და უმალ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მოდის. და ამის შეგრძნებას აუცილებლად მიხვდებით ინდივიდუალურად ყოველს თავის შეგრძნება, როცა მიუახლოვდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მისი მადლი მიიღო ადამიანს. განსაკუთრებით ეს საღამოობით არის კარგი. გვიან საღამოს, ვის როგორც პეტრეიტონისა და უჩეხი. ამიტომ ვილოცოთ მეტი, რა თქმა უნდა, ვილოცოთ ყოვლადწმინდა სამებისადმი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისადმი ლოცვას ძალიან დიდი ზალა და აუცილებლად ჩვენთვის დახმარებად კურნებადი ფაქტორი აქვს ძალიან დიდი. ამიტომ მინდა რომ ამაზე გავამახვილოთ ამ მარხვაში ყურადღება. და გზას ხსნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა ძალიან ისეთ ლაბირინთებში, ისეთ გაურკვეველ, ისეთ ჩიხურ სიტუაციებში ხსნის გზას. დააძლევს ადამიანს ნათელს და სინათლის ამ ლაბირინთის ბოლოს ანახებს, უფლისაკენ მიუთითებს ქრისტეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელიც ქრისტესკენ მიუთითებს, ყველაფერი ქრისტესკენ მიუთითებს. მთელი ძველი აღთქმა, მთელი ახალი აღთქმა ხო თავისთავად თვითონ მოვიდა. ყველაფერი მიუთითებდეს უნდა ადამიანი თვითონ უნდა უთითებდეს ქრისტეზე და მიუთითებს ქრისტეზე. სასულიერო იქნება ეს თუ საერო იქნება. ქრისტე ღმერთი. ეს არის ალფა და ომეგა. და მისკენ მიუთითებს ასე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მას ავედრებს. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ვისაც ვისი დიდებასაც აღვავლეთ ასე. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი შევეციანო გვაცხოვნა ჩვენ სასოება ჩემ და მამა შესავედრებელად ჩემ და ძემ ფარველ ჩემ და სულიწმიდა ყოვლადწმინდა სამებაო დიდება შენ და ამინ.